მოგესალმებით. მაღალი საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, სურს გავაკეთოთ განცხადება თბილისში ბინების განაწილებასთან დაკავშირებით. გაფართოებულმა კომისიამ, რომელიც დევნილთა საკითხებზე მუშაობს, დაასრულა მუშაობა. ამ შემადგენლობაში გარდა სამინისტროს თანამშრომლებისა შედიან არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, სახალხო დამცველის წარმომადგენელი, ვეტერანთა საკითხების სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენელი და აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენელი. პროცესი არის გამჭვირვალე, ღია, ყველას ჰქონდა შესაძლებლობა, მათ შორის რა თქმა უნდა მედიის წარმომადგენლებს ამ პროცესისათვის თვალი მიედევნებინა. უკვე არის შერჩეული 534 ოჯახი, მაგრამ იმის არის საკითხები, რაც საჭიროებს დამატებით გადამოწმებას, მოკვლევას და ეს პროცესი მიმდინარეობს, ამიტომ ჯერ თავს ვიკავებ დაზუსტებული სიის გამოქვეყნებისგან, აქვე მინდა აღვნიშნო, რომ დარჩენილი არის ბინები, რომელიც დამატებით უნდა განაწილდეს, საუბარი არის 4 ოთახიან ბინებზე, ვინაიდან ქულები ჩამოვიდა 0 ქულამდე და ჩვენ შეიძლება იყოს სიტუაცია ისეთი, როდესაც ოჯახები, მრავალსულიანები არსებობენ, მოწყვლადი ჯგუფის წარმომადგენლები და მათ ვერ მოახერხეს გარკვეული მიზეზების გამო განაცხადების შევსება. არის ხდება ხოლმე, როდესაც გალში არიან გადასულები ოჯახები, ამიტომ სამინისტრომ და კომისიამ გადაწყვიტა, რომ 21 ოქტომბერს გამოცხადება დამატებით განაცხადების მიღება, 31 ოქტომბრამდე ვაჟა-ფშაველას 16-ში მესამე სართულზე. მინდა შეგახსენოთ, რომ განაწილება ბინების ხდება შემდეგი მიმართულებით, ეს არის პირველი, როდესაც გვაქვს ექსპერტიზის დასკვნებით და აქვს ექსპერტიზა, როდესაც ამბობს, რომ სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში არის ოჯახების იმ კონკრეტულ შენობაში ცხოვრება და გავყავს ამ შენობიდან ოჯახები, ასევე როდესაც არსებობს სასამართლო გადაწყვეტილება, ადმინისტრაციული დაპირება, როგორც ადმინისტროს მხრიდან, ასევე ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება და კრიტერიუმების მიხედვით და ეს კრიტერიუმები თქვენთვის ასევე ცნობილია, ეს არის ქულების მიხედვით, როდესაც სოციალური და სხვა გარემოებების გამო ვინც მაღალ ქულას აგროვებს, ენიჭება უპირატესობა და ის პირველ რიგში მიიღებს ბინებს. არის ახსიახლე ის, რომ დამატებით შევიძინეთ ბინები, ამიტომ ყველა ეს გარემოება საჭიროებს უფრო ყურადღებით შესწავლას ოჯახების მდგომარეობის, რათა რაიმე ხარვეზე არ გაიპაროს, ამიტომ დამატებით ჩვენ დავჭირდება ვადა, როდესაც მიიღება ახალი განაცხადები, შეფასდება ოჯახები, საბოლოო სიაც მაშინ გამოქვეყნდება.